მიღებული. შემდეგ თვითმმართველობის კომიტეტი ითხოვს გია ჟორჟოლიანი. დავიწყო გაბატონებանը. კი ბატონო. ატენციონულო კოლეგებო, დღეს ვიხილავთ საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საბოლოო გადამუშავებულ ვარიანტს. ფინანსთა მინისტრმა ბატონმა როდარ ხადურმა დეტალურად ისაუბრა უკვე ძირითად პარამეტრებზე და მე არ განმეორდები ამასთან დაკავშირებით. აღნიშნავ იმ მომენტებს, რომ მთლიანად შემოსავლების და ხარჯვითი ნაწილი იზრდება იმ პარამეტრების მიხედვით, რაც დაგეგმილია მაკროპარამეტრების მიხედვით, რაც დაგეგმილია მომავალი წლისათვის და ის პრიორიტეტები, რაც გაცხადებული იყო წინა პერიოდში, ასევე გრძელდება 2015 წლის პერიოდში. ეს არის ჯანდაცვის ბიუჯეტის ზრდა, რაც მნიშვნელოვანია იმ უკვე წარმატებული რეფორმის გაგრძელებისათვის, რაც უკვე დაწყებულია, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რიგი სამინისტროების მიმართულებით, სადაც ძირითადად და უკვე არის ხელფასების დასთან დაკავშირებით, ისე როგორც თქვა განათლების სამინისტროში მასალათა ხელფასების ზრდა. ამავე დროს ჩვენ მე მინდა უფრო კონკრეტულად გამოვიყენო ეს, რომ იმ დასკვნის გაჟღერებაში, იმ შენიშვნებში და პირად ჩემ გამონათქვამებში და კომიტეტის დასკვნასთან მიმართებაში, რომელიც ჯერ კიდევ დასარეგულირებელია და საჭიროებს მუშაობის დაჩქარებას ამ პრობლემების გადასაჭრელად. პირველი, რამდენიმე წელია ბიუჯეტის დაგეგმა უკვე ხორციელდება და გაცხადებულია, რომ პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებული პროგრამებისა და პროექტების ინდიკატორები ჯერ კიდევ სრულყოფილად წარმოდგენილი და მათი განხორციელების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას ვერ იძლევა. ამ მხრივ ეს საკითხი არის დასაჩქარებელი. ამ პრობლემის მოგვარება საჭირო მოგვარებისათვის მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რომ მიმდინარეობდეს დონორებთან, ევროკავშირთან, გერმანიის დახმარების სააგენტოსთან მხარჯავი დაწესებულებასა პროგრამული ბიუჯეტის შედგენის დეტალური სახელმძღვანელოს მოსამზადებლად. ამასთან ყურადღება უნდა გამახვილდეს პროგრამების პროექტების დაგეგმვის სრულყოფაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ასიგნებების სრულყოფილად და ეფექტიანად ათვისება. მეორე, რაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა, რომ რამდენიმე წელია ასევე კვლავ პრობლემა რჩება წარმოდგენილი საჯარო მოხელეების შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით ერთიანი სატარიფო ბადის შემუშავება და ამოქმედება. აქ რიგი ნაბიჯები იყო გადადგმული, მაგრამ ეს არ არის დასრულებული და რაც სწრაფად ეს მოგვარდება ეს საკითხი ყველასთვის უკეთესი იქნება, როგორც პოლიტიკურად, ისე საზოგადოებისათვის და ისე იმ თანამდებობის პირებისათვის, ვინც დასაქმებული არიან და რომლებიც მუშაობენ, როგორც მაღალი თანამდებობის პირების, ისე ნებისმიერი თანამდებობის პირისათვის, რომ მოწესრიგებული იყოს ერთიანი სატარიფო ბადის ბადე. მესამე, დაჩქარება საჭიროებს ასევე კოოპერატიული ბინაჩვენებლობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, რისი თხოვნითაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში არაერთი წერილია შემოსული და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ და მთავრობამ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიუროს, რომ განისაზღვროს დავალების დაფარვის წესი და ის მექანიზმი, რაზეც ეხლა მუშაობს ეს კომისია. მეოთხე, წარმოდგენილ კანონპროექტს თანახმად ცვლილებების პაკეტი მთელ რიგ კანონებში, რომელიც ეხება საჯარო ფინანსების მართვის საკითხს, კანონპროექტიდან არ ჩანს სრულყოფილად თუ რა გავლენას მოახდენს ეს ცვლილებები ბიუჯეტის პარამეტრების როგორც ცვლიან მოცულობაზე, ისე ცალკეული პროგრამების და პროექტების შემოსავლების და დაფინანსების ოდენობაზე. ეს არის დაფიქსირებული ასევე კომიტეტის დასკვნაში და ვისურვებდით, რომ მომავალში ეს აუცილებლად იყოს უფრო დეტალურად განხილული. ასევე მინდა გარკვეულწილად ხარჯვით ნაწილსაც შევეხო, ეხლა ჩვენ გეგმავთ ბიუჯეტს,
მაგრამ ალბათ უნდა ვიფიქროთ, რომ მომავალში მე ფინანსთა მინისტრის ყურადღება მინდა გავამახვილო ის სამინისტროები, რომლებიც ვერ ხარჯავენ ფულს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის მუდმივი პრობლემა განსაკუთრებით 1-2 სამინისტროს მხრიდან. ან ის პროგრამები, რომელსაც ყოველწლიურად ჩავდებთ, წერია ხარჯები და ვერ ითვისებენ ამ ხარჯებს. მაშინ გადავხედოს მთავრობამ ამ ხარჯებს და გადასცეს ეს იმ სხვა პრიორიტეტულობით, ვისაც შეუძლია ფულის დახარჯვა. ესე იგი ვერ ითვისებენ ამ პროგრამას. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაბუდგებულ პირთა განსახლების და ტყუილთა სამინისტრომ 7 თვეში ათვისებული ქონდა 23%-ით ის ხარჯები, რაც უნდა გაეყო. დიახ. დაგიმატებთ, ეს ფრაქციიდან არა, კომიტეტის სახელით დაგიმატებთ. დაუმატეთ დრო, რამდენი გნებავთ? ეს საკმარისი. 3 წუთი დაუმატეთ. მინდა გითხრათ, რომ ამ სამინისტროს ესე განსაკუთრებით ტყუილთა სამინისტროს ხარჯვა 7 თვეში იყო 23% და ეხლა 11 თვის მდგომარეობით 60% და პირველ რიგში ეს ეხებოდა ისეთ პროგრამას, რომელიცაა განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 41 მილიონი იყო ჩადებული და ამტკიცებული. და დღეს ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როცა თბილისში ხდება იძულებულ გადადგილებულ პირთა გამოსახლება. მაშინ, როდესაც თანხები არსებობდა ბიუჯეტში და შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ან როგორც მინიმუმ ზამთარში არ გამოსახლება, ან თუ გამოსახლება მოხდებოდა, ქირის ანაზღაურება მაინც მოხდარიყო. ეხლა ეს საკითხი როგორ რეგულირდება, ალბათ მთავრობა მუშაობს ამაზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს კონკრეტული მაგალითი იმისა, როცა ხარჯვითი ნაწილი არასრულყოფილად სრულდება. ასევე მინდა შევჩერდე ისეთ საკითხზე, რომელიც ჩვენ კომიტეტმაც განვიხილეთ, ქონდა მოსმენა, როგორიცაა ბავშვთა სიღარიბე საქართველოში. საქართველოს პარლამენტის საფინანსო საბუჯეტო კომიტეტში შედგა პრეზენტაცია, რომელიც UNICEF-ის ბავშვთა სიღარიბე საქართველოში წარმოადგენს თავიანთი მონაცემები, ბოლო ტენდენციები 2009-2013 წლებში, სადაც კვლავ უკიდურესი სიღარიბა აშკარად გამოიკვეთება ბავშვთა შორის. ამიტომ მიმაჩნია, რომ და კომიტეტის დასკვნაშიც ჩვენ ჩავწერეთ, რომ ბავშვთა სიღარიბის უკიდურესი სიღარიბის გამოსწორება რამდენიმე წელიწადში შესაძლებელია. ამ საკითხზე შეიძლება უფრო ცალკე პროგრამა გამოიყოს, ან სხვა სათანადო ღონისძიებები გატარდეს, რომ უახლოეს პერიოდში ეს პრობლემა იყოს აღმოფხრილი. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ასევე ბავშვთა სიღარიბის ასეთ პირობებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები. პარლამენტში შემოსულია რამდენიმე კომიტეტში პეტიცია ამ კატეგორიის ბავშვთა მშობლებისაგან და დახმარებას და თანადგომის თხოვნით. დღესდღეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე სახელმწიფო პენსია მხოლოდ 100 ლარს შეადგენს და დამეთანხმებით, რომ ეს თანხა არც საკმარისია და საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. აი ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რაც მე ამ მოკლედ დროში შემეძლო შევხებოდი. მე მგონია, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია, ზოგი მოკლევადაში, ზოგი უფრო ხანგრძლივ პერიოდში, ისე როგორც პროგრამული ბიუჯეტი და არ საჭიროებს ეს მნიშვნელოვან რაღაც განსაკუთრებულ ხარჯებს ბიუჯეტიდან და უფრო მეტად არის პოლიტიკური ნების საკითხი და იმედოვნებ, რომ ეს საკითხები იქნება გადაჭრილი უახლოეს პერიოდში. დიდი მადლობა. მადლობთ, დაბრძანდით. შემდეგი ამ შემთხვევაში პროცედურა არ ითვალისწინებს კითხვებს.